კარგი წერეთელი, გამზრდელი. კითხულობს ზურაბ ყიფშიძე. აუდიო სპექტაკლი მოამზადეს ალექსანდრე კორდამ და ბაკო ხვიჩია. თის მწვერვალზე ცის მახლობლად მერცხლის ბუდეთ რაღაც მოჩანს. თვალთისარი შენატყორცნი ვერ არჩევს მის სიგრძეს და განს. ის ფაცხაა მღვიმის პირად, მიწნული და მიგრეხილი, დრო და ჟამის შესაფერად ზამთარ თბილი, ზაფხულ გრილი. როდესაც მთა ბარს და ვაკეს ემუქრება წარღუნა ღელვას, ფაცხას ღრუბელს გარს იბურავს, ეგრძალება ჭექა ელვას. მაგრამ როცა დახქათქათებს თავზე იქვე მზედა მთვარე და თვალის წინ ფიანდაზად ეფინება არემარე, მაშინ ფაცხა უბრალობით მომხიბლავად ლამაზია და იმასთან ყველა ტყუის, რაც კი ციხე დარბაზია. გზამი უძღვის საცალფეხო მიხვეული მოხვეული, მასზე გამოვლელს უნდა ჰქონდეს მარჯვე თვალი, მტკიცე გული, ანუ ჰყავდეს რაში ცხენი, მთაში გაზრდილ გამოწვრთნილი, კლდიდან კლდეზე გადამფრენი, უშიშარი და თან ფრთხილი. ამ შორეულ ფაცხა მღვიმეს ვინ პატრონობს, ვისი არის და საამო კარმიდამოს ვინ შესტრფის და ვის შეხარის. ერთი ვინმე ახალგაზრდა აფხაზია, ამ მთის შვილი, რთულ ცხოვრების უარმყოფი, მცირედითაც კმაყოფილი. კარგი თოფი, კარგი ხმალი, კარგი ცხენი და ნაბადი. რას ინატრებს სხვას ამისმეც კაცი მისებრ დანაბადი, მხოლოდ ერთს კი და ის ერთიც არის მარტო სიყვარული, რითაც მხოლოდ ქვეყნიური ნეტარება არის სრული. ბედმა ესეც არ დააკლო, განასხვავა ვით რჩეული, სიყვარულსა მის მონაშუქს მიაშუქა სიყვარული. ერთი თვეა რაც რომ ცოლად მიიყვანა ვინც უყვარდა, ვისაც გულში ცას ქვეშეთი შეუწონა, შეუფარდა. ნაზიბროლა სახელია, სამეგრელოს ასულია, მოწყვეტილი ცით ვარსკვლავი, ედემს ალბათ ასულია. ელფერობით ვარდი არის, სინაზით კი მორცხვი ია. ტრფობისათვის ჯერ პირველად გულისკარი გაუღია, ცადა ქვეყნის შუამავლად მიაჩნია მას აფხაზი, გულში გულს დებს, სულში სულს ცვლის, ხორცს ეწმახნის სურო-ვაზი. ნეტავი მათ სიყვარულს და მათ უხმო ახსარებას, ერთად გრძნობენ ამ ქვეყნადვე სასუფევლის ნეტარებას. მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმე განა, თაფლში ურევს მწარე ნაღველს, ტრისას მისი გამოცანა. ბნელა ისე რომ აღარ ჩანს თითი თვალთან მიტანილი, სამრისხანებს ელვაჭექამ ნადირსაც კი უფრთხოძილი, ქარი ზღვის გულსაკლავად წვიმა უშვებს კოპისპირად, ხანაკ ხანიკ მთაღრეებში გავარდება მეხი ხშირად. თითქო მართლა თვით ჯოჯოხეთს აუშვია ქვეყნად ზარი, აიტანა შიშის ქარმათანა სწორად მთა და ბარი, ამ დროს ხოლმე თვით ეშმაკიც ეძებს ზრწოული თავშესაფარს, მაგრამ დახეთ
ვიღაც გზავრის სტუმრად მოსდგა აფხაზის კარს. დაურეკა და ხმამისცა. გამომხედეთ ვინ ხართ შინა, სტუმარი ღვთის კარზე ვდგავარ, ცხენს და კაცსა გვინდა ბინა. გაუკვირდა აფხაზს და სთქვა, ამ თავს ხმაში ეს ვინ არის? შეუკიდა ცეცხლს და უცბად გამოაღო ფაცხის კარი. გავიდა და შემოუცვა ფეხებამდე დასველებულს, მიიყვანა ცეცხლის პირად, უდგამს სამფეხს კამს და ღალულს. ხმას არიღებს ჯერ სტუმარი, ნაბდის თასმებს ნელა იხსნის, თავპირი აქვს შებუდნული ყაბალახით და იცინის. ჯერ ნაბადი მიაყოლდა, ბნელ კუთხისკენ მიდგა წყნარა და პაშლიხი რომ გადიძრო მოტრიალდა უკან ჩქარა. მას პინძელოს სიცილი თქვა, წახდა ჩემი ხუმრობაო, ვერ მიცანი თუ გეწყინა ეს უდროვო სტუმრობაო. საფარ შენ ხარ, ენაცვალოს ძიძიშვილი მაგ შენს თავსო, ეს თვალები რაღაც ნახვენ შენს უკეთეს სანახავსო. მოეხვია, გადაკოცნა, როგორც ძმა დათვისი ტოლი და მერე კი გააღვიძა შიგნით მწოლი მისი ცოლი. შეეხვეწა აბაჩქარა მოამზადე ვახშამიო, შორი გზა აქვს გამოვლილი, არ ექნება ნაჭამიო. არა ბათუ ვახშამს არ ჭამ, არ მცალია იმისთვისო, მე სხვა მადამ აქვს აშლილი, სხვანაირი გულის თქმისო. უპასუხა და მოუყვა, მინდა გითხრა ჩემი ჭირი, დღემდის მტკიცე პირიანსა დღეს მიტყდება ძმაო პირი. ალმას ხიდს ხომ კარგად იცნობ, თავმომწონე ინალიფას, მის ცხენსა და მის იარაღს ვერ ვინ დასდებს ღირსეულ ფას. ვაშკაცია თვალტანადი, ცხენოსანი უებარი, მეტოქეა ჩემი მხოლოდ ერთადერთი საშიშარი. შორს გაისმის მისი ქება, ჩვენიც ხშირი სტუმარია, ბიჭობით და სილამაზით ქალებიც კი გადარია. ერთი მხოლოდ ზია ხანუმ არ ადაგდებს, არც უყურებს, რადგან იცის, რომ სხვებსავით იმას ის ვერ იმსახურებს. ზია ხანუმ, შენც კი იცი, რომ შვენებით განთქმულია, ბევრი კარგი ახალგაზრდა მისი ეშხით დაბმულია. მთვარესავით ხელუხლები სხივებს ფენს და არვის ათბობს, მომხიბლავი შორეულად თანასწორად ყველას ატკბობს. ჯერ გახალავს, მიიბირებს, დაიმონებს, იგდებს ხელში, მერე უნდა გამოსცადოს, აგდებს მის მსხვერპლს განსაცდელში. მეც მომხიბლა ჯადოსანმა, დამამარცხა და მიმონა, და თუ ქალი მაჯობებდა, არ ფიქრობდი, არ მეგონა. დამაჩემა, თუ გიყვარვარ და ხარ ჩემი მოგვარეო, ინალიფას ლურჯი ცხენი ამ სამ დღეში მომგვარეო. ინალიფა მის ბედაურს არ დაუთმობს, ნებით გამჩენს, და თუ ვინმე ძალას იხმარს, შეაკოდება არ შეარჩენს. სხვა გზა არ მაქვს, მოპარვაა მხოლოდ ერთადერთი ღონე, თუმც კი სხვა დროს არ იკადრებს ამას კაცი თავმომწონე. აი რისთვის მოვსულ ვარ აქ, ჩემო კარგო მეგობარო, მე მინდა რომ ალმას ხიტის ლურჯი ვაფშა მოეპარო. მოусმინა ძიძიშვილმა, ყველა კარგად გაიგონა, მაგრამ საქმემ უკუღმართმა შეაწუხა და აღონა. უთხრა, ვწუხვა რომ ეგ საქმე უკადრისი გიკისრია, მაგრამ რადგან სიყვარულის ტკბილი სენი შენს შეყრია, გზა არ გაქვს, უნდა გული დაუდვა და ემსახურო, რომ სატრფოს წინ შენ სირცხვილის ოფლი აღარ მოიწურო. მის ოცნებას, მის გულის თქმას უნდა მიჰყვე და ემონო, გინ სიცოცხლეც შენი ტკბილი მწარე სიკვდილს შეუწონო. ეს შენც იცი, არ ხარ ქვეყნის უცადი და უმეცარი,
სავაშკაცოდ გამოსული უდრეკი და უშიშარი, მაგრამ მარტო უშიშრობა ძლევისათვის არ აკმარა, თუ სიფრთხილეც გონევრულად დროზე მას არ დაეხმარა. ერთმანეთის მინამსგავსი შიში სხვა, სიფრთხილე სხვა, ისე როგორც სხვადასხვა ღვთისწყალობა და ღვთისრისხვა. რომ მიდიხარ, სად მიდიხარ? მართალია გიჭრის თვალი, მაგრამ ჩვენში როგორც უცხოს აგებნევა გზა და კვალი. შენ ეგ საქმე მე მომანდე. მე ვიზამ შენს მაგივრობას. ან მოგიყვანი მცხენს, ან თავს შევწირავ შენს მეგობრობას. შენ აქ დარჩი და იძინე. გამოშუშტი ცეცხლის პირას და თუ დამრჩა გამარჯვება, მაშინ მოგთხოვ ფეხის ქირას. გაეხუმრა. გამოეწყო სამგზავროდ და გავლო კარი. მიდის ელვა გზას უნათებს და დაჰზუის თავზე ქარი. ირიჟრაჟა ქარი ჩადგა, გადიყარა დადგა დარი. ლურჯ ბედაურს მოაგელვებს მეგობრისთვის მეგობარი. მოიყვანა დააბადა, შინ შევიდა წყნარად, ფრთხილად. გრძელ ნაბაჩი გამოხველს სტუმარს ძინავს იქვე თბილად. აუარა გვერდი მიდის იქ, სადაც ისეგულება, ვინც სიცოცხლეს ურჩევნია, სულს წირავს და თავს ევლება. გულში ამბობს, ერთს დავხედავ ტკბილად მძინარ ნაზიბრელას, თუ გავუძელ გულის ძგერას, სულის ბრუნვას, ხორცის რჟოლას. სასოებით შედის ქვაფში და რას ხედავს იქ საკვირველს. ნაზიბროლა ჩუმად სტირის, პირსი ხოკავს, იკაწრავს ხელს. თმაგაშლილი ტინის კედელს თავს ახლის და ხმას არიღებს. მინგრეულსა და მონგრეულს ხედავს იქვე მის ქვეშაგებს. მიხვდა ქმარი, რაც მომხდარა ზარმა დაკრა. ელდაეცარდა, რომ კრინტიც არ დაუძრავს, იქვე უხმოდ ჩაიკეცა. დიდხანს იჯდა, რედ დასხმული, უყურებდა ცოლის ტანჯვას, ბოლოს ღონე მოიკრიფა და მოეგვისებ ჭკუას. მივიდა და უთხრა მტირალს, ჩო ნუსტირი გენაცვალე, რაც გინახავს სიზმარია, დაივიწყე ისევ მალე. ყოველგვარი მოსავალი კაცის თავზე უნებური, ღვთისრისხვა და ტყილად ბედს, რას ვჩივი, რა თემდური. გადაიგდე გულიდან ეგ ცრუ ზღაპარი და სიზმარი, მე და შენი სიყვარული წმინდა არის ვით ლამპარი. მოეხვია და ცრემლები ამოუშვა თვალში კოცნით, დააწყნარა და ამშვიდა ალერსით და ბევრი ხვეწნით. მაშინ მხოლოდ გამობრუნდა, სტუმრისაკენ დაუთხრა ეს, ადე ძმაო, გაღვიძებას არაპირებ მგონია დღეს. წამოვარდაზე საფარ, შემკრთალი და დარწმენილი, მაგრამ როცა მშვიდ სახეზე შეამჩნია მაზღიმილი, გაიფიქრა მადლობა ღმერთს, არაფერი შეუტყვია, თუ არა გულმკერდს გამიხვრეთ და ხანჯლის წვერიან და ტყვიან. არ უთქვამს ქალს, რაც შევწოდე. შანს ნამუსი შეუნახავს, ჩემს აქციელს სამარცხვინოს ვინ გაიგებს, ვინ დამზრახავს. მე უთხრა მის ძიძიშვილს,
გატყობ რომ ხარ კმაყოფილი შეასრულე განა ჩემი ძნელი ნატრა და სურვილი შევასრულე მოგიყვანე დროაც კი გაეშურე ნუ დამზრახავ საკადრისად თუ რომ ვერას გემსახურე ხან ესას თქვეს ხან ისას თქვეს ისაუბრეს ჯერ ერთხანად მერე წყალიც მოუტანა მას ხელპირის და საბანად გამოაწყო არ დააკლო რაც წესია სამსახური რომ სტუმარი არ გაუშვას გულნაკლი და უმადური შეუკაზმა ცხენი შესვა თვითონ შეჯდა ნაკურდალზე და ორივე მათრახები ატკაცუნეს ერთხან ძალზე გაახურვეს მათ ცხენები აღელვეს აჩქარეს და ვიწრო გზით ის დაღმართის სულ კონტროლში ჩაატარეს რომ ჩავიდნენ შორი ახლოს მინდვრის პირად იქვე დაბლა მას პინძელმა შეაჩერა ცხენი და ხმა აიმაღლა საფარბეგო პირშაობა შენი ვიცი შემიტყვია და დღეიდან ჩვენ ორ შუა მოციქული არის ტყვია არას თქვა რა არც მე გკითხავ არის ზოგი შეცოდება რომ სათქმელად საძნელოა არც შენდობა უხერხდება ახლა წადი და მეკარგი ფრთხილად არსად შემეღარო რომ ცუდ გულზე უცაბედად შენი სისხლი არ დავღარო ეს რომ უთხრა შეკრთა საფარ გაშრა ფერი დაედვა მკვდრის ჩაუვარდა ენა პირში გაქვავდა და აღარ იწვრის ძლივს წარმოთქვამ მართალი ხარ აღარა მაქვს მე სათქმელი შემაცდინა თვით ეშმაკმა და დამრია ცოდვილს ხელი შენი ტყვევარ ხომ ხედავი არაღი დამიყრია სასიკვდილოდ ჩემი ნებით შენ წინ თავი დამიხრია ჩემს სიცოცხლეს სიკვდილის ჯობს მომკალ ტანჯულს რამ მიშველე მაზღვევინე რაც შეგწოდე სინიდისი გამიმთელი არა შენ ვერ შეგეხება სასიკვდილოდ ჩემი ტყვია დედი ჩემის გაზრდილი ხარ მისი ძუძუ გიწოვია რაც ქვეყანას მიაჩნია რჯულზე უფრო მტკიცესად რომ გასტეხე ის გეყოფა სიკვდილამდე შენ საკუნესად წადი ჩემგან შენდობილი მაგრამ შორს კი დამშვიდობით დღეიდან ჩვენ წმინდის გულით ერთმანეთს ვერ მივენდობით მაგრამ ერთს კი დაგავალებ ამისრულე უეჭველად რომ მიხვიდე ყაბარდოში იცოდე რომ სულ პირველად წადი ნახე ის მოძღვარი ვინც შვილივით გამოგზარდა და უამბე შენი პირით რაც სირცხველი დაგემართა გადმოხტა და ლურჯი ლაფშა მის სახელში ჩააბარა მოტრიალდა და აღმართი ძლივს ბარბაცი დაიარა არც გვარით, არც ვაშკაცობით, არც სიმდიდრით, არც ქონებით. ჰაჯი იუსუფ ცნობილია მხოლოდ ჭკუით და გონებით. ჭირში, ხიში, საზოგადოდ უმისობა არ იქნება. ხელის გულზე აწერია თვით მაჰმადის წმინდა მცნება. ზღვა და ხმელი მოვლილი აქვს, მნახველია ცის და ქვეყნის. ჯერ ისევე ჭარმაგია, თუმცა არ არის კი მცირე ხნის. ხელფეხს ერჩის, თვალსაც უჭრის, არტყუილი ქადილია, სადაც კია გვარიშვილი, ყველა მისი გაზრდილია. საფარ ბეგიც მან გაზარდა, ისე როგორც სხვები ყველა.
მაგრამ მარტო წრთუნა რას იზამს თუ ბუნებამც არ უშველა. აი სწორედ ამ უსუფთან მიდის ახლა საფარბეგი, მორდუობის გამტეხი და ჩვეულების გადამდეგი, ეუბნება ყოველიფერს უნებურად რაც შეემთხვა, ცხრემლების დის და ეჩრება ბურთად ხელში მწარე სიტყვა, ყურს უგდებდა ჰაჯი უსუფ, სახე მოინაღვლიანა, სიდიადე ამ მუხტლობის თვალწინ გაისიგრძე განა. ოხრით კითხა, მერე რომ გაიგო, რას თქვა ქმარმა. მაპატივა შეწოდება, როგორც ძმამ და მეგობარმა, მხოლოდ ის კი დამავალა, ნახე შენი გამზრდელიო და მაგ შენი საქციელის პასუხს მისგან მოველიო. მესმის და პასუხიც ჩემი მხოლოდ ის არისო, რომ ნამუსის გასაწმენდად ჩემი ხელით სისხლს დავღრიო. შეაყენა ზედა ფეხზე მან დამბაჩა დატენილი, მორჩილებით გულ მკერდს უშვერს საფარ მისი გამოზრდილი, მაგრამ უსუფ ეუბნება, შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ, სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდი ხარ. წარმოს თქვა და საფეთქელში მიიჭედა ცხელი ტყვია, ჩაიკეცა სულთან ბრძოლი, წამლის